საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირება განახლდა. ოპოზიციამ ტელევიზიის შენობასთან სირცხვილის დერეფანი მოაწყო. მაუწყებლის სამივე შესასვლელთან გაჭიმულია თოკები. აქტივისტებთან ერთად ტელევიზიასთან ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებიან. ოპოზიცია დღეს კოსტავას გამზირზე მდებარე საკნების აღებას და ქუჩის გახსნას გეგმავს. Așa nagărisari, gamișive. Argăgicaui. Romani. Provocațiază aici care ta. Çati da. Armovdi var. Kontrol gayet yotmetki, Rato aşağı. Gayet da problema ar ari, Aramdı. Rasko rato mova. Movedi kere movolt saerto. თამარ ბაღაშვილი იმყოფება საზოგადოებრივ მაუწყებელთან. თამარ, რა ხდება ამ დროისთვის ტელევიზიასთან? ამ დროისთვის ტელევიზიასთან სირცხვილის დერეფნის აქცია უკვე თითქმის დასრულებულია. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ოპოზიციის ლიდერების საგანგებო თათბირი, რომელიც აქვე კოსტავას გამზირზე გაიმართა და ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სულ ცოტა ხანში დაიწყება კოსტავას გამზირის გათავისუფლება აქ მდებარე საკნებიდან და დღეს კოსტავაზე მოძრაობა აღდგება, თუმცა ასევე ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პროტესტი უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ისევ გაგრძელდება. სულ რამდენიმე წუთის წინ ამის შესახებ განცხადება გააკეთა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ მოვიდა კოსტავას გამზირზე. ის ტელევიზიის შენობასთან არ გამოჩენილა, იმყოფებოდა მხოლოდ საგანგებო თათბირზე, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო საბოლოოდ თუ როდის მოხდებოდა საკნებისგან გაცვლა კოსტავას გამზირის და ამის შემდეგ მან თქვა, რომ დღესვე აუცილებლად მოხდება საკნებიდან გათავისუფლება კოსტავას გამზირის, თუმცა დილით ნინო ბურჯანაძე ამბობდა, რომ მისთვის უცნობი იყო, როდის მოხდებოდა ეს აქცია და მისთვის მთავარი პრიორიტეტი იყო სირცხვილის დერეფნის მოწყობა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. ქუჩა გაიხსნას კეთილინების ნიშნად, რომ საზოგადოებისთვის გახსნილი იყოს ქუჩა, მაგრამ გავაგრძელებთ ბუნებრივია პიკეტირებას მოთხოვნებით. ზემო ტელევიზიასთან ავა და კეთილინება დღეს მოხდება. ეხლა ტექნიკურ მხარეს მივხედავთ. არც ჩატარებულიყო ეს აქცია, რომ არა ეგრეთ წოდებული დიალოგის შემდეგ პრეზიდენტის თითისქნება და მუქარა, რომ ის არ დაუშვებს სირცხვილის კორიდორის ჩატარებას ტელევიზიასთან. ეს იყო აღმაშფოთებელი. დღეს ასევე გეგმება კოსტავას გამზირის გაწყვეტა. ნახოთ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ეს აქცია გახლავთ. მე დიდი ხანია მაქვს პოზიცია, რომ ჩვენ ხალხს უფრო უქმნით პრობლემას აქ ვიდრე ტელევიზიას, ამიტომ კარგი იქნება, რომ ხალხს მოვეხმაროთ. ხოლო სახელმწიფო შენობებს რაც შეიძლება ბევრ ადგილას გავუკეთოთ პიკეტირება. როდის გაიხსნება ხსა? მე ვფიქრობ დღეს. ვანო მერაბიშვილის სახელობის სიმართლის სახლებს არ დავიღლები. ვანო მერაბიშვილის სახელობის სიმართლის სახლებს ვანო მერაბიშვილის სახელობის სიმართლის სახლებს არ დავიღლები. ვანო მერაბიშვილის სახელობის სიმართლის სახლებს გაუმარჯოს. ვანო მერაბიშვილის სახელობის საფრთხილოსავ სიმართლის. ვანო მერაბიშვილის სახელობის სიმართლის საფრთხილოსავ. ვანო მერაბიშვილის გაუმარჯოს მეგობრებო. სირცხვილის დერეფნის აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაიწყო დღეს დილით 9 საათიდან. აქ ერთ-ერთი პირველი მოვიდა ნინო ბურჯანაძე, აქ ასევე იმყოფებოდნენ სალომე ზურაბიშვილი, კონსერვატიული პარტიის წევრები, ასევე რესპუბლიკელების და ახალი მემარჯვენეების ლიდერები. დღეს ტელევიზიის შენობასთან აღარ დაუდგამთ საკანი, ჟურნალისტებს აღარ უწევდათ საკანში გასვლა. დღეს სირცხვილის დერეფანი მოეწყო განსხვავებული ფორმით. აქ ტელევიზიის შენობის წინ შესასვლელთან გაბმულია თოკი ორივე მხრიდან და ამ გზით არის შექმნილი სირცხვილის დერეფანი. დღეს ყველას, ვინც შედიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, სწორედ ამ გზით უწევდა გავლა, ისმოდა შეძახილები, ტრადიციული შეძახილები და სწვენა მათ მიმართ. აქ გამოჩნდნენ ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები. აქ იმყოფებოდა გიორგი შენგელაიაც, რომელმაც ოპოზიციაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოხატა. ეგ არ არიან ლიდერები. დღეს გაიგებთ, რომ მაგენი აღარ იქნებიან ოპოზიციაში. ალასანი არ არის ლიდერი. ალასანი არის მეტიო ბრაიზას გამოგზავნილი პერსონაჟია, მეტი არაფერი არ არის. ასია. დემოკრატია, გაიგებთ მაგას რა. გაიგებთ, ყველაფერი ქაღალდზე იწერება, ილა ჭავჭავაძე წერდა, ყველა წერდა, ჩვენ დავწერთ. ეგენი არ არიან ხართველი ხალხის დამცველი. ეგ მაგათ უნდა ადგილები.
ლიდერები გრეჩხები და გიორგი შენგელაია. ვაი დღეს თქვენ გაიგებთ რაღაცას, რომ მე შევალ აი მაგ პოლიტიკურ იმაში, საბჭოში, მაგრაზე შემოვა, კიდე შემოვა პატრიოტები ხალხი, პოეტები, მწერლები, რომ უცხოეთმა დაინახოს, რომ აი ეს ხუთი კაცი კუკავა და ესენი მარტო არ არიან. გიორგი შენგელაიას მცდარი პოლიტიკური შეხედულებები ვერ იქონიებს გავლენას ჩემს მისდამი პატივისცემაზე, როგორც დიდ რეჟისორს. სირცხვილის დერეფანი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დასრულდება სავარაუდოდ დღის პირველი საათისთვის, სწორედ ამ დროისთვის სავარაუდოდ დაიწყება უკვე საკნების გადადგმა კოსტავას გამზირიდან და მოძრაობის აღდგენა, საავტომობილო მოძრაობის აღდგენა კოსტავას გამზირზე, თუმცა როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ იმ საკნებს, რომელებიც ახლა კოსტავას გამზირზე დგას, ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადმოიტანენ.